წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებასა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით საქართველოს ფარგლებს გარეთ ბიბლიოთეკები მოეწყობა. Ხელი უკვე მოეწერა ბიბლუსისა და საქართველოს ბანკის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების მხარდამჭერი გახდა საქართველოს ბანკი. მემორანდუმი ადასტურებს მხარეთა ერთგულებას განათლების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ქართული წიგნის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის საერთო მისიის მიმართ. არაერთ პროექტში გვითანამშრომლია ბიბლუსთან. Ამ შემთხვევაში ძალიან გვიხარია, რომ ბიბლუსთან და წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებასთან ერთად გვაქვს საშუალება, რომ ბიბლიოთეკის სივრცეები მოვაწყოთ უკვე საზღვარგარეთ და ჩვენს ემიგრანტ თანამემამულეებთან გქონდეს შეხების წერტილი, სადაც მათ მიეცემათ საშუალება, რომ სხვა ლიტერატურას გაეცნონ. პირველ ეტაპზე ეს ბიბლიოთეკა აშენდება ესპანეთში, მადრიდში, ხოლო შემდეგ უკვე დიდი იმედი გვაქვს, რომ სხვა სივრცეებსაც მოვიცავთ. მნიშვნელოვანია ძალიან, რა თქმა უნდა, რომ ქართული მოქალაქეების უკვე უცხოეთში შევძლოთ იმ ლიტერატურის მიწოდება, რომელიც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, მათთვის საინტერესო და ძვირფასი არის. ვფიქრობ, რომ ქართული წიგნის კუთხეების და ბიბლიოთეკების მოწყობა საზღვარგარეთ არის ღრმად ეროვნული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამბავი და შესაბამისად ძალიან მიხარია, რომ ეს პროექტი, ეს წამოწყება და მოძრაობა ახალი ძალით გააგრძელებს სიცოცხლეს უკვე ბიბლუსის წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით და დარწმუნებული ვარ, რომ არაერთ ქვეყანაში ჩვენ ძალიან დიდ და მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ ამ თვალსაზრისით. პროექტის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებში, ასევე ქართული სათვისტომოების, საკვირაო სკოლების და სამრევლოების სივრცეში ქართული წიგნი დაიდებს ბინას, რაც ერთის მხრივ ქართული კულტურის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, ხოლო მეორე მხრივ ქართველი ემიგრანტებისთვის განსაკუთრებით ბავშვებისთვის აუცილებელი ღონისძიება საკუთარ ენასთან და ქვეყანასთან კავშირის განსამტკიცებლად. რაც შეეხება ქვეყნებს, რომლებიც უახლოეს მომავალში იგეგმება, ვფიქრობ, რომ დავიწყებთ ესპანეთით, მადრიდით, ძალიან დიდი ქართული დიასპორაა. მე უკვე სიმბოლურად ვფიქრობთ, რომ მსოფლიოს ყველაზე ძველ ბიბლიოთეკაში უკვე შეთანხმება არის მიღწეული ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში ეგვიპტეში გაიხსნას. დანარჩენი ქალაქების სია ამგვარად გამოიყურება უახლოესი ქალაქებისაც შეთანხმება არის მიღწეული. ეს არის ბორდო და ნიცა საფრანგეთი, ეს არის ფილადელფია ამერიკის შეერთებული შტატები, ტოკიო იაპონია, ეს არის სეული სამხრეთ კორეა და ნუ კიდევ ბევრგან ვცდილობთ, რომ ვთქვათ შეთანხმებას მივაღწიოთ და დარწმუნებული ვარ, რომ დიდი და ფუნდამენტური სამუშაო ჩატარდება. დღეისთვის პროექტის ფარგლებში საქართველოს 50-მდე სოფელში გაიხსნა და წიგნებით მომარაგდა ბიბლიოთეკები, ასევე 10-მდე ქვეყანაში მოეწყო ქართული სამკითხველო, რომელთა შორისაა იტალია, პოლონეთი, თურქეთი, სომხეთი, გერმანია, ნიდერლანდები და ასე შემდეგ. დაახლოებით 10 ბიბლიოთეკა შეიქმნა უკვე საზღვარგარეთ წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების მხარდაჭერით და ჩვენი სპონსორების მხარდაჭერითაც. ამჯერად მემორანდუმი გაფორდა საქართველოს ბანკთან და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში არაერთი ბიბლიოთეკა შეემატება ამ პროექტის ფარგლებში. წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება 2024 წლის იანვარში ბიბლუსმა და გიორგი კეკელიძემ ერთობლივად დააფუძნეს, რომელიც ემსახურება ქართული სოფლების, სკოლებისა და ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას და საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების მოწყობას. ბიბლუსი დაარსებიდან 17 წელია ხელს უწყობს წიგნიერების გავრცელებას და ხარისხენი ზოგადი განათლების უზრუნველყოფას ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ.